მოკლედ მეგობრებო, დაჯექით, დაწყნარდით და ყური მიგდეთ. დღეს უნდა ვილაპარაკოთ თემაზე, რომელიც უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე ქართულ ქორწილში სადღეგრძელოების რაოდენობა. ისლამ მახაჩევი, ილია თოფურიას წინააღმდეგ. არის ეს საუკუნის ბრძოლა თუ უბრალოდ მორიგი მარკეტინგული ბაბლი? აი მაიკლ ბისპინგმა გამოაცხო აზრი. ესო ისეთი ბრძოლაა, როგორც კომეტაო. 1000 წელიწადში ერთხელ თუ გამოჩნდება და თუ გამოტოვე, ჩათვალე რომ შენი ცხოვრება ფუჩად ჩაგივლიაო. ნუ ბისპინგია, ცალითვალით უყურებს სამყაროს და შეიძლება ცოტა ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ სიმართლის მარცვალი აქ ნამდვილად არის. მოდით, ცივი გონებით და ცხელი ხაჭაპურის მოლოდინით შევხედოთ სიტუაციას. ისტორიას თუ გადავხედავთ, UFC-ში სულ იყო ეგრეთ წოდებული ოცნების ბრძოლები, dream fights, რომლებიც ხან შედგა და ხან ისე გახრა, როგორც ხელფასი თვის ბოლოს. ზოგი ამბობს ხაბიბი და ტონი ფერგიუსონიო. კაცო, ეგ ხომ საერთოდ წყევლა იყო, 5 ჯერ ჩაინიშნა და 5 ჯერვე რაღაც მოხდა. ხან ტირამისუ მუღალატა ჰაბიბს, ხან ტონიმ კაბელზე ფეხი წამოკრა. ეგ არ იყო საუკუნის ბრძოლა, ეგ იყო საუკუნის გადადება. ანა ვიღოთ ჟორჟ სენ-პიერი, GSP. ბევრი ამბობს, ვაიმე რა ბრძოლა იქნებოდაო. მოდით რეალისტები ვიყოთ. ხაბიბი თავის პიკში იყო. ჟორჟი კი უკვე პენსიაზე ფიქრობდა და ალბათ ბაღში ვარდებს რგავდა. ეგ ბრძოლა რომ შემდგარიყო, ხაბიბი ალბათ მოუგებდა, მაგრამ არა იმიტომ რომ უკეთესია, არამედ იმიტომ რომ ჟორჟს უკვე წნევის აპარატი უფრო სჭირდებოდა ვიდრე ოქტაგონი. აი ნამდვილი ოცნების ბრძოლები სხვაგან იყო. მაგალითად, რონდა როუზი კრის საიბორგის წინააღმდეგ. რონდა მაშინ ისეთი ვარსკვლავი იყო, ხალხს ეგონა მამაკაცების მძიმე წონასაც ეყოფოდა. საიბორგი კი UFC-ს გარეთ ყველას დედის პროჩს აგინებდა, ფიზიკურად რა თქმა უნდა. მაგრამ დანა ვაიტმა თავისი ოქროს კვერცხების მდები კათამი რონდა დაინდოდა, ეს ბრძოლა არასდროს შედგა. ეშინოდათ, საიბორგი რონდას ისე არ დაშლოდა როგორც ძველი ჟიგული. მერე იყო ანდერსონ სილვა და GSP. აი ეს იქნებოდა ნამდვილი ჭადრაკი ოქტაგონზე. საშუალო წონის მეფე და ქვესაშუალოს იმპერატორი. მაგრამ არა ძმაო, არც ეგ გამოვიდა. მერე სილვა და ჯონ ჯონსიო. აქ საერთოდ სასაცილო ამბავია. ჯონსმა თქვა, სილვა ჩემი კერპია და კერპს სახეში როგორ ჩავარტყაო. ნუ ჯონსისგან ეთიკაზე ლაპარაკი ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ეს ბრძოლაც ისტორიის სანაგვეზე დარჩა. და არ დაგვავიწყდეს მძიმე წონა, რენდი კუტიური ფედორ ემელენანკოს წინააღმდეგ, ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ, UFC პრაიდის წინააღმდეგ, კაპიტან ამერიკა და უკანასკნელი იმპერატორი. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდებოდა, მაგრამ ბიუროკრატიამ და კონტრაქტებმა ყველაფერი დაღუპა. ისევე როგორც ბროკ ლესნერისა და ფედორის შემთხვევაში. წარმოიდგენიათ, ის გორილა ლესნერი და ცივი ფედორი. ოქტაგონი ალბათ შუაზე გაიხეოდა, მაგრამ დანა ვაიტმა და რუსებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. ახლა კი მივედით მთავართან. ისლამ მახაჩევი და ჩვენი ილია თოფურია. რატომ არის ეს ბრძოლა იმაზე მეტი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ? იმიტომ კი არა, რომ ილია ჩვენიანია, თუმცა ეგეც საქმეა. არამედ იმიტომ, რომ აქ ციფრები და სტატისტიკა ყვირის. ეს არ არის პენსიონერების შეხვედრა. ეს არის P4P რეიტინგის პირველი და მეორე ნომრის დაჯახება. ეს არის ორი ორმაგი ჩემპიონის პოტენციური ომი. ილია დაუმარცხებელი 17-0, თანაც თითქმის ყველა ნოკაუტიდან დაფიქსირებით. ტიპმა ვოლკანოვსკის, ჰოლოვეის და ჩარლს ოლივეირას ისე გადაუარა, თითქოს უბნის ბიჭებს ეტამაშებოდა Sony PlayStation-ს. ისლამს ერთი წვაღება აქვს, მაგრამ ახლა ისეთ სერიაზეა 16 მოგება ზედმიზედ, ერთი ნაბიჯი და ილიას რეკორდს გაუთანაბრდება. ისლამმაც დააფინიშა ლეგენდები, მაგრამ მოდით პირდაპირ თქვათ. ილიამ ჰოლოვეის ისეთი ნოკაუტი აგემადა, მაქს ალბათ დღემდე ეს იძლება ეგ მარცხი. მოკლედ მეგობრებო, ეს პირველი თარხია. აქ ჯერ მხოლოდ ნიადაგი მოვსინჯეთ. შემდეგ თარხში უფრო ღრმად ჩავალთ ანალიტიკაში. შევადარებთ მათ სტილს და ვნახავთ, რატომ ეშინიათ ისლამის ფანებს ილიას და რატომ არიან ილიას ფანები ასეთი დარწმუნებულები გამარჯვებაში. აბა მეგობრებო, გავაგრძელოთ. პირველ თაროზე ისტორიას გადავხედეთ. ახლა კი მოდით ეს ორი მანქანა ნაწილ-ნაწილ დავშალოთ. ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი, ეს არ არის უბრალოდ ჩხუბი. ეს არის ორი სხვადასხვა სამყაროს შეჯახება. დავიწყოთ ილიათი. 17 ბრძოლა, 0 წაგება. ტიპი ოქტაგონზე ისე შედის, თითქოს საკუთარ მისაღებ ოთახში ფეხბურთს უყურებდეს. აბსოლუტური სიმშვიდე და თავდაჯერებულობა. მისი ფინიშების პროცენტი 88%. გესმით ეს რა ციფრია? ეს ნიშნავს, რომ თუ ილიასთან ერთად გალიაში ჩაიკეტე, შანსი იმისა, რომ იქიდან საკუთარი ფეხით გამოხვიდე და მსაჯების გადაწყვეტილებას დაელოდო, თითქმის 0-ის ტოლია. ილია არ არის უბრალოდ ნოკაუტიორი, ის ქირურგია. ნახეთ რა უქნა ალექს ვოლკანოვსკის, კაცს, რომელიც წლების განმავლობაში ქვემსუბუქი წონის ღმერთად ითვლებოდა. ერთი ზუსტი დარტყმა და ვოლკანოვსკი ძილის რეჟიმში გადავიდა. მერე იყო მაქს ჰოლოუეი. მაქსი, რომელსაც მანამდე ნოკაუტით არასდროს წაუგია. ილიამ კი ისე დააგდო, თითქოს უბრალოდ დამშვიდობება უნდოდა.
ახლა გადავიდეთ ისლამ მახაჩევზე. ბევრი ამბობს, ხაბიბის პატრონაჟი თავიდაო. მოდით, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ისლამი ხაბიბზე უფრო დახვეწილი მებრძოლია დგომში. კი, ჭიდაობა მისი სისხლშია, დაღესტნური სკოლაა. იქ ბავშვებს სიარულამდე პროხოდის გაკეთებას ასწავლიან, მაგრამ მახაჩევმა აჩვენა, რომ ხელებითაც შეუძლია საქმის მოგვარება. მისი ფინიშების პროცენტი 64%-ია. ცოტა ნაკლებია ვიდრე ილიასი, მაგრამ ნახეთ ვის უგებს? ჩარლზ ოლივეირა დააფიქსირა. ვოლკანოვსკი ნოკაუტში გაუშვა მეორე ბრძოლაში. დასტინ პორიე დაარხჩო. აქ ერთი საინტერესო მომენტია. ილია და ისლამი თითქოს ერთმანეთის მემკვიდრეობას დასდევენ. ისლამმა ვოლკანოვსკის და ოლივეირას მანამდე მოუგო, სანამ ილია მათთან მივიდოდა, მაგრამ ილიამ ეს უფრო ეფექტურად გააკეთა. თუ ისლამმა ვოლკანოვსკი 5 რაუნდი გააწვალა პირველ ბრძოლაში, ილიამ მეორე რაუნდშივე დაასრულა ყველაფერი. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. მოდით სტილზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ილია არის კომპაქტური ძალა. მისი კრივი მსოფლიო დონისაა, დაცვა კი ფოლადივით. მისი დაბალი ცენტრი და საოცარი ბალანსი ნიშნავს იმას, რომ მისი მიწაზე დაგდება ისეთივე რთულია, როგორც ორშაბათ დილით სამსახურში წასვლა. ისლამი კი არის კონტროლის მანქანა. ის არ გირტყავს უაზროდ, ის გხუთავს, გღლის და ბოლოს გართმევს ჰაერს. იუმორით რო ვთქვათ, ილია არის ის ტიპი, რომელიც რესტორანში შემთხვევით დაგეჯახება და სანამ ბოდიშს მოუხდი, უკვე იატაკზე გხედავს. ისლამი კი ის ტიპიცაა, რომელიც მთელი საღამო გრუზინულად გელაპარაგება, გეფერება და ბოლოს მაინც ისე დაგაგდებს ჭიდაობაში, რომ ვერც მიხვდები, საიდან მოფრინდა ეგ სამბისტური ილეთი. კიდევ ერთი დეტალი, გამოცდილება და დაცვა. ისლამს 4 ტიტულის დაცვა აქვს მსუბუქ წონაში. ის უკვე ამ წონის GOAT, ანუ ყველა დროის უკეთესად მოიხსენიება. ხაბიბზეც კი გადაასწრო ბევრი მაჩვენებლით. ილიამ კი მხოლოდ ერთი დაცვა ჩაატარა, მაგრამ რა დაცვა? ისეთი ტემპით მიდის, რომ მალე UFC-ს ოფისში მისი ძეგლი დაიდგება. და აი აქ ჩნდება მთავარი კითხვა. რატომ ეშინიათ ისლამის ფანებს ილიას? შეამჩნევდით ალბათ, ილიას გულშემატკივრებს, ჩვენებსაც და უცხოელებსაც პირდაპირ ყვირიან, მოგვეცით მახაჩევი. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ილია ისლამსაც ისე დააძინებს, როგორც სხვებს. აი ისლამის ფანები კი რატომღაც ჩუმად არიან. მათ ურჩევნიათ ისლამმა მოხუცი კამარუ უსმანთან იჩხუბოს, ან იან გარისთან, ვიდრე ილიასთან. რატომ? იმიტომ რომ იციან, რომ ილია არ არის კიდევ ერთი მეტოქე. ილია არის საფრთხე, რომელსაც შეუძლია მთელი მახაჩევის აურა დაანგრიოს. ილია ამბობს, მე ისლამს დავამარცხებ, იმიტომ რომ მესი კრივი სხვა დონისაა. ისლამი კი დუმს, მაგრამ ალბათ ფიქრობს, კიდევ ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს. მაგრამ ეს პატარა ბიჭი ნამდვილი მტაცებელია. ეს ბრძოლა თუ არ შედგა, UFC-ს ისტორიაში ეს იქნება ყველაზე დიდი დანარგი. ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთი ოცნების ბრძოლა, რომელიც მხოლოდ ფურცევზე დარჩა. ჩვენ გვინდა ვნახოთ, როგორ დაეჯახება ეს ორი ძალა ერთმანეთს. აბა ჩემო ხალხო, ბოლო თაროზე შემოდგით ფეხი. აქ უკვე თამაშები მთავრდება. მოდით პირდაპირ ვთქვათ. ილია თოფურია მხოლოდ ფიზიკურად კი არ ანადგურებს მეტოქეებს, ის მათ ჯერ ტვინში უტეხავს ხერხემალს. ნახეთ რა უქნა ვოლკანოვსკის და ჰოლოუეის ბრძოლამდე. ტიპმა წინასწერ დაიწერა ორგზის ჩემპიონი ინსტაგრამზე. წინასწერ გამოიცნო ნოკაუტის რაუნდი და ისე დარწმუნებით ლაპარაკობდა, რომ მეტოქეებს ქვეცნობიერად უკვე ეჭვი ეპარებოდათ საკუთარ თავში. ეს არის ქართული თავდაჯერებულობა, რომელიც ზოგს ქედმაღლობა გონია, მაგრამ სინამდვილეში უმაღლესი დონის ფსიქოლოგიური ომია. ისლამ მახაჩევი კი სხვა სკოლაა. ის არის მუნჯი მკვლელი, არ ყვირის, არ ბობოქრობს, უბრალოდ გიყურებს იმ თავისი ცივი გამოხედვით და იცი, რომ იმ წამს შენი დაშლის გეგმას ადგენს. მაგრამ აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ისლამს ასეთი თავხედი, კარგი გაგები, მეტოქე ჯერ არ ყოლია. ილია არ არის პორიე, რომელიც ბრძოლის წინ ბოდიშებს იხდის, ან ოლივეირა, რომელიც ზოგჯერ ემოციებს ხვება. ილია არის მტაცებელი, რომელიც ისლამს პირდაპირ თვალებში შეაფურთხებს და ეტყვის, შენი ჭიდაობა ჩემთან არ გაჭრის. ახლა მოდით რეალობა შევხედოთ. UFC-მ შეიძლება ეს ბრძოლა გამაზოს. რატომ? იმიტომ რომ დანა ვაიტს ეშინია. ეშინია, რომ ილიამ შეიძლება მისი მთავარი ისლამური პროექტი დაანგრიოს. ახლა ილიას ჯასტინ გეიჯის უპირებენო. კაცო,
გეიჯი მაგარი ბიჭია, ნამდვილი ხორცსაკეპი მანქანაა, მაგრამ მოდით ნუ დავაკნინებთ. ჯასტინი ილიასთვის უბრალოდ მორიგი მსხვერპლია. ხალხი ამბობს, გეიჯი ნოკაუტში ჩააგდებსო. მეგობრებო, ვინც მაგას ამბობს, ალბათ ილიას ბრძოლებს თვალდახუჭული უყურებს. ილია ბევრად უფრო ტექნიკურია, ბევრად უფრო სწრაფი და რაც მთავარია, ბევრად უფრო ჭკვიანი. და აი ყველაზე უცნაური მომენტი. ისლამის ფანების დუმილი. შეამჩნიეთ, როგორც კი ილია და ისლამი ერთ კონტექსტში ხვდებიან, დაღესტნელი ფანები ეგრევე იწყებენ ლაპარაკს. არა ისლამმა ჯერ უსმანს მოუგოს, მერე სხვას. ბიჭო, რა უსმანს? უსმანი უკვე ისტორიაა, მისი მუხლები უკვე პენსიაზეა. მათ უბრალოდ ეშინიათ იმ სისტრაფის და იმ სიმძლავრის, რაც ილიას ხელებში აქვს. იციან, რომ თუ ილიამ ისლამს ერთი გემრიელი ქართული მარჯვენა მოარტყა, იქ დაღესტნური ჭიდაობა ვეღარავის უშველის. ეს ბრძოლა არის 50-50-ზე, რაც UFC-ში იშვიათობაა. თუ ბრძოლა მიწაზე გადავა და ისლამმა ილიას დაჭიმვა მოახერხა, მაშინ მახაჩევს აქვს შანსი. მაგრამ დგომში ილია სხვა პლანეტიდანაა. ის ისე მოძრაობს, ისე ხედავს დისტანციას, რომ ისლამს ძალიან გაუჭირდება პროხოდის გაკეთება, ისე რომ გზაში აპერკოტი არ აიკიდოს. ეს ბრძოლა უნდა შედგეს. არ მინდა რომ 10 წლის შემდეგ ვიჯექით და ვამბობდეთ. რა იქნებოდა თოფიულიას და მახაჩევს რომ ეჩხუბებოდათო. ეს უნდა მოხდეს ახლა, სანამ ორივე თავისი შესაძლებლობების პიკზეა. ეს იქნება ბრძოლა არა მხოლოდ ტიტულისთვის, არამედ იმისთვის, რომ ვინ არის ნამდვილი მეფე, ტექნიკური, ცივი გონებით მებრძოლი მატადორი თუ დაღესტნური ჭიდაობის მანქანა. მოკლედ მეგობრებო, მე ჩემი ვთქვი, ილია მზადაა, ჩვენ მზად ვართ, ახლა ჯერი UFC-ზეა. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ. გჯერათ ილიას ნოკაუტის, თუ გონიათ რომ ისლამი თავისას გაიტანს. მე პერადად მგონია რომ ისტორია ჩვენს მხარესა და ილია კიდევ ერთხელ გააოცებს მსოფლიოს. არ დაგავითხრდეთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ზარის ღილაკსაც დააჭირეთ, რომ მომავალი ანალიტიკა არ გამოგჭეთ. ჩვენ აქ ვართ, რომ სიმართლე ვთქვათ, თანაც გემრიელად. აბა დროებით, მომავალ შეხვედრამდე.